გასულ კვირას მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში იმყოფებოდა. მის Facebook გვერდზე ამ ამბავს 10-ზე მეტი პოსტი მიუძღვნეს. იცით რა თქვა მან პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ? ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებაში. საქართველოს ერთგულია ამ ღირებულებების და ჩვენთვის სამაგალითოა ქვეყანა სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს. დიახ, ყაველაშვილი სლოვაკეთში ამტკიცებდა, რომ თითქოს ოცნების ხელისუფლება თანასწორობის, სამართლიანობისა და ევროკავშირის სხვა პრინციპების ერთგული იყო. თბილისში კი პროევროპული აქციის მონაწილეებს კვლავ ტროტუარზე დგომის გამო ასამართლებდნენ. თან პარტიის მესიჯბოქსი მეორებდა, მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიჩერებიაო. არა და მოლაპარაკებების ეტაპზე არც გადავსულ ვართ. 2023 წელს ჩვენ მხოლოდ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს. იმის მიუხედავად, რომ არც პირობები გვქონდა სრულყოფილად შესრულებული და არც რეკომენდაციები. არჩევნების შემდეგ ღიად პრორუსული გეზის და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ევროკომისია გვაფრთხილებდა, რომ ასე შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდოდით. თუმცა ოცნებამ მათ გაფრთხილებებს ასე უპასუხა. შეშულის გათვალისწინებით დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. და ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სლოვაკეთზე უკეთესი მაგალითიც შეიძლება გყოლოდა. ქვეყანა ყველაზე ძლიერი დემოკრატიული სტანდარტებით ნამდვილად არ გამოირჩევა. მას პოპულისტი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მართავს, რომელსაც პრორუსად მიიჩნევენ. სლოვაკეთი ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა თუ მედიის თავისუფლების გამო კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა.